ხოცავ გუნდ საიტს გამარჯვებას, გისურვებთ სულ გამარჯვებას. Როგორი ტურნირი იყო, აბა, რა შთაბეჭდილებები გაქვთ? მადლობა დიდი. რავი, ტურნირი ძალიან სასიამოვნო იყო. ყველა თამაში დაძაბული იყო და რავი, ძალიან გაგვიხარდა გამარჯვება და იმედია უფრო ხშირად ჩატარდება და მეტი ესეთ ტურნირი იქნება რაღაცა. მოგვეწონა ანუ ტურნირი. კი, რაღაცა ძველი სახე აქვს ტურნირის, უბნის ტურნირის სახით და ძალიან კარგია. ძალიან კარგი, წარმატებები კიდევ. მადლობა დიდი ორგანიზატორებს კიდევ. მადლობა. უკვე ვიცით რომელმა გუნდმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე გახვედით. გუნდი რეიკერსი, კაპიტანი ხარ. გითხარი შენი როგორი თამაში იყო, ემოციები და მტრისაც გადმოგცემთ და დაგემშვიდობებით. პირველ რიგში მადლობას ვუხდი GL Sports ესეთ მშვენიერი ტურნირის ორგანიზებისთვის, მართლა გავერთეთ, ძალიან სასიამოვნო იყო. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, შეგვეძლო პირველ ადგილზე დამთავრება, თუმცა რაღაც მიზეზების გამო და რაღაც გამართლებების გამო სამწუხაროდ ვერა, მაგრამ ბოლო თამაში ეს თამაში განსაკუთრებული იყო და ბევრი გოლის გავიტანეთ და კარგადაც ვითამაშეთ. ყველაფერი წინა იქნებ კიდე ჩატარდეს ტურნირი და ეს თქვენი კუთვნილი პრიზი გილოცავთ და კიდევ ბევრჯერ მომელოცოთ გამარჯვება. მადლობა თქვენ. მადლობა. მოკლედ GL Sports გუნდის წარმომადგენლები ხარ, ბატონ გიორგის და ბატონ ლაშეს. და გაბრიელა. ტურნირის შესახებ რამოდენიმე. შვენიერი ტურნირი გამოვიდა, დავამთავრეთ დღეს იყო ბოლო სათამაშო დღე, უჩვეულო დაძაბული იყო ფაქტიურად ყველა სათამაშო დღე, ყველა მატჩი და ბიჭებმა თავი არ დაძაბეს. ხარისხი მაღალი იყო და ეს აღნიშნეს კიდევაც ბიჭებმა და რავი მომავალშიც ვიმედოვნებთ რომ ესე გაგრძელდება და კიდევ უფრო მაღალი ხარისხი იქნება. მადლობა ჩვენ გუნდს, მადლობა მონაწილე გუნდებს. და წარმატებები ყველას რა. სიამოვნებთ, შემდეგში აუცილებლად. მეც მინდა რომ მადლობა გადავხადო ყველა თითოეულ გუნდს. ძალიან კარგი ტურნირი იყო, ძალიან კარგად ითამაშეს ბიჭებმა, დაძაბულობა ბოლო ტურამდე იყო შენერჩუნებული და როგორც ბიჭებმა თქვეს, მეც გავიმეორებ, რომ მომავალში თუ გამეორდება ესეთი ტურნირები, ძალიან კარგი იქნება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვიზავთ რომ კიდევ იყოს, შემდეგში უფრო მეტი გუნდი იღებს მონაწილეობას იმედი გვაქვს და მადლობა ყველას, მადლობა სოფოს, გეგის და ყველა ჩვენ გუნდს და მთლიანად აი ამ 6 გუნდის ყველა მონაწილეს და გულშემატკივრებსაც რაც თავარია. მადლობა ყველას. გაბრიესაც მადლობა. იყავი ფორმაში. მოკლედ, გუნდი პლატოს კაპიტანი ბაჩი, აბა გითხარი ორიოდე სიტყვა თამაშების შესახებ, როგორი მატჩი იყო, რა და ეს ემოციები გაქვს მითხარი. ემოციების აღწერა ცოტა არ მინდა, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ დიდი მადლობა თქვენ ორგანიზატორებს, ჩემ გუნდელებს, თქვენ გუნდელებს, ყველას, ვინც იყო ამ ტურნირში მონაწილეობს, ვინც იღებდა, ყველას დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ტურნირი იყო. ჩემმა გუნდმა სამწუხაროდ სუდად იასპარეზა ამ ტურნირზე, მაგრამ კარგად სხვათა შორის. ეგ იყო, მეკარიც მშვენიერი უყავდა, თან ბრძოლობს მეკარის საუკეთესო ტურნირის საუკეთესო მეკარეობაზე. ბევრი გოლებიც გავიტანეთ, ლამაზი სხვათა შორის და ამით არ მთავრდება, იმიტომ რომ კიდე გვინდა თქვენს ტურნირზე გამოსვლა. ძალიან კარგი იმედია იქნება მომავალში და იმედია და შემოგვიერთდები. კი, აუცილებლად. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენ და გამოიწერეთ GL Sports TikTok. მადლობა. გუნდი ლესტამბერის კაპიტანი ლევანი, როგორ მოგეწონა ტურნირი ლევან და რა სკუიტყვი ტურნირის შესახებ? მოგესალმებით, ძალიან კაი ტურნირი გამოვიდა მთლიანობაში. აი ბოლო მატჩიც კი ირკვეოდა სატურნირო მდგომარეობის. ძალიან დაძაბული იყო თამაში. რავი, ბოლოს ფაქტობრივად მეორე ტაიმის საერთოდ ძალიან მაგარი ტემპი იყო და საყურებლებს კაი მატჩი გამოვიდა. ზოგადად ტურნირსაც შეეხება, გონია რომ ხარისხი ძალიან კარგი გამოვიდა, ზოგადად სამოყვარულო ტურნირები მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა ხოლმე, მაგრამ ფეხბურთელებმა მართლა ანახეს რომ შეუძლიათ თამაში და სამომავლოდ ვისურვებდი რომ რავი მეტი გუნდი დაგვემართოს, შემოგვიერთნე. ჩემი გუნდი სამომავლოდაც აპირებს მონაწილეობის მიღებას და მომავალში თუ მეტი გუნდი იქნება ძალიან კარგი იქნება ტურნირისთვისაც, საზოგადოებისთვისაც და უფრო უკეთეს ტურნირს ჩავატარებთ და მეც სიამოვნებას მივიღებთ. მადლობა. მადლობა მონაწილეობისთვის.